დღეს მე მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მორიგ რეზოლუციას საქართველოს შესახებ. ჩვენთან უმალვე შეაფასეს ეს რეზოლუცია როგორც ცილისწამება, ტყუილი და ასე შემდეგ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე და ეს არ არის გასარკვევი, ეს უკვე მერამდენი რეზოლუცია უკვე გონი თულაც აერიათ ჩვენ ექსპერტებს, მაგრამ მე მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ასპექტებზე, რომელიცაც არავინ არ ლაპარაკობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემ ვიდეოებში ნათქვამი მაქვს, რომ ძალიან უკვირთ რატომ აქვეყნებენ ევროპარლამენტში ასეთ რეზოლუციებს, სადაც ყველამ კარგად იცის, რომ ტყუილი უფრო მეტია, ვიდრე სიმართლე. ან სიმართლე საერთოდ არ არის. მინდა ჩემი მოსაზრება შემოგთავაზოთ ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციის გამოქვეყნებას აქვს ორი მიზანი, უпроსტად სამი მიზანი. პირველი, რა თქმა უნდა, ეს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და ქართულ საზოგადოებაზე. ზეწოლას აგრძელებენ, შეიძლება ფიქრობენ, რა იცი, რა დროს რა მოხდება და იქნებ ამ ზეწოლამ გაჭრას და ჩვენ სათადებს მივახციოთ. მეორე მიზეზი, რაც მე მგონია, რომ ამ რეზოლუციას ახასიათებს არის ის, რომ ასე ვთქვათ, ოპოზიციის საპროტესტო მანქანის ავში საწვავის ჩასხმა და მათ მიეცეთ რაღაცა კიდე შანსი, რომ იმოქმედონ და გამოანჩინონ, რომ რაღაცა კიდე შეუძლია და რაღაცის მიღწევას ცდილობენ. და მესამე, რაც მთავარია, რომელზეც არავინ ყურადღებას არ ამახვილებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ჩემ ერთ-ერთ ვიდეოში ამაზე ვილაპარაკე, მაგრამ ეხლა უფრო გავშლი ამ თემას. ეს არის საინფორმაციო ველის შექმნა ხელოვნური ინტელექტისთვის, საძიებო სისტემებისთვის, რაც გინდა დაარქვით. ამაზე ამ ეჭვს კიდე ის აღრმავებს, რომ დააკვირდით რა ჩაწერეს რეზოლუციაში და ვინ ახსენეს. ახსენეს ჰადსონის ინსტიტუტის კვლევარი, გიორგი კანდელაკი, თუ არ ვცდები, ხოშტარია და რატომღაც ახსენეს ღარიბაშვილი. თავიდან თითქოს რა კავშირშია აქ ღარიბაშვილის ხსენება, მაგრამ დააკვირდით, ისინი ახსენებენ ისეთ ფიგურებს, რომლებიც საინფორმაციო ველში ადრეც ფიგურირებდა. ხო, გახსოვთ ეს გიორგი კანდელაკი ჰადსონის ინსტიტუტის დასკვნა რო გამოაქვეყნეს, იქიდან ფიგურირებს ვაში ელენე ხოშტარიაზე უკვე რამდენი ხანია ლაპარაკებენ. ღარიბაშვილს რაც შეეხება კიდე ღარიბაშვილზე ახლა პირიქით თვითონ ლაპარაკობდნენ თავის დროზე, როცა პრემიერი იყო, რომ არ იყო ის მათთვის სასურველი პიროვნება და გადადგომისაკენ მოუწოდებდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ რატომღაც ახლა დაასახელეს ღარიბაშვილი. ანუ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, მთავარია პიროვნება იყოს ცნობადი, ასე ვთქვათ, გავლენა, ანუ ხშირად უნდა ჟღერდეს ამ პიროვნებაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელებში და საინფორმაციო ველში. ამიტომ ეხლა ღარიბაშვილს რო ახსენებენ, რომ დაპატიმრებულია უკანონოდ და უნდა განთავისუფლდეს და ასე შემდეგ, ეს იმაზე მიუთითებს კიდევ ერთხელ, რომ მათი მიზანი არის ამ ველის შექმნა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ველი მათ რისთვის სჭირდებათ, რომ მერე დრო როცა გავა საძიებო სისტემაში რო შედიხარ, რა ვიცი, ხელოვნური ინტელექტს რო ეკითხები რაღაცა საქართველოს შესახებ, რას ამოგიგდებს იმ ნეგატიურ ინფორმაციას, რასაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში აჟღერებენ საქართველოს წინააღმდეგ, ანუ სანქციები, ეს პოლიტპატიმრები, დიქტატურა, რეჟიმი და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ერთი კიდე ნიუანსი არის, რომ მოდით ახლა თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია ევროკომისიამ მიიღო და რაღაცა ასე ვთქვათ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მათი რეკომენდაციები გაითვალისწინა და გააკეთა ისე, რომ უვიზო მიმოსვლა დაუტოვეს სტუდენტებს, როგორც იყო იქ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს.
ამას რა მოყვება ხო წარმოგიდგენიათ ეხლა მე მახსოვს ერთ მაგალითს მოგიყვებთ 90-იან წლებში რომ დაიწყეს ევროპაში წასვლა ზოგიერთ ახალგაზრდებმა ხო იქ რითმეტი მიზეზი რა იყო იქ ვის მაშინ უვიზო მიმოსვლა არ იყო და გვდევნიან და ასე შემდეგ და ბევრი ამტკიცებდა რომ მე აი გეი ვარ და იმიტომ დევნიან საქართველოში ეს ხანჯლიანი ეს ჩოხალხალუში ჩასმული ვაჟკაცები და არ დამედგომება იქ და მიიღო თავიდან რა თქმა უნდა ჰოლანდიელებს ეხა ნიდერლანდებს ქვია ეხა ხო თავიდან იღებდნენ მაგრამ მე ძალიან დაეჭვდნენ რომ პროცენტულად ამდენი გეი საქართველოში ვერ იქნებოდა იმიტომ რომ მაშინ ახალი დაწყებული იყო იქაც ეს LGBT მოძრაობები და ისინი არ იყო ასე გავრცელებული ამიტომ მე მოსთხოვეს რომ აბა დაგვიმტკიცეთ რომ მართლა გეები ხართო და ამით ეს საქმე ესე დასრულდა და უკვე სურვილი აღარავის არ ქონდა ამ მიზეზით ჩაბარებოდა ევროპაში. ეხლა ამას რატო ვიძახი მე? ეხლა ჩვენთან უცბად აღმოჩნდება ეს რომ მიიღოს თეორიულად კიდევ ერთხელ მე უფრო დაამტკიცოს ევროკომისია აღმოჩნდება რომ სტუდენტები ისედაც ბევრი ყავს. მე აღმოჩნდება რომ ყოველი მეორე თუ არა მესამე ჟურნალისტია ან ეს რა ქვია უცბად ეს საკმაოდ კარგად ახერხებენ 90-იან და 2000-იან წლებში გაზეთების სტატიები, სადაც ის აქტივისტია, მithom სურათები გადაღებული მიტინგებზე, დაეჭერილი იყო და ასე შემდეგ. ანუ ხომ ვიხდით რა ხდება და საქართველოსთან მე მგონი იმათაც კი გაუჩნდება წასვლა საქართველოსთან სურვილი, რომელიც არც კი ფიქრობდა ასეთი ნაბიჯის გადადგმას. იმიტომ რა იცი მე იქნებს საერთოდ ჩაკეტო ვიზები და მე საერთოდ ვეღარ წავიდეო. ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ამ საინფორმაციო ველის გარდა ის რაც გაჟღერებულია ამ სტუდენტებზე, ჟურნალისტებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე, რა თქმა უნდა ეს არის შიდა წინააღმდეგობისთვის განკუთვნილი და საზოგადოების გახლეჩისათვის ამას დაუმატოთ ისიც რომ აი ძალიან ბევრი ანალიტიკოსი და მაგალითად გაჟღერებულა ტელევიზიაში რომ ის ასე თქვათ გაზრდილი ჯარიმები არა მარტო ეს იმას ეხება საპატრულო მანქანები და საპატრულო პოლიციის ჯარიმებს არამედ ის ფინანსური ჯარიმები ყველაფერი ის რაც კეთდება რომ საქართველოს მოსახლეობამ შეექმნა შთაბეჭდილება რომ ეს მთავრობა ხალხზე არ ზუნდრავს ნუ პირობითად ვიძახი და აღარ გამოხატავს მის ინტერესებს ეს იმისთვის კეთდება რომ როდესაც მათი გათვლებით უნდა დადღეს დღე X-ი ან რაღაცა და როდესაც ისინი გადაწყვეტენ რომ შეუტიონ საქართველოს ხელისუფლებას და ეს მე მგონი გათვლილი აქვს და წინ გველოდება ესეთი ამბები როდესაც ეს დღე დადგება ხალხი არ გამოვიდეს ხელისუფლების დასაცავად ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან ჩადებულია ძალიან ზაკრული გეგმაა და მე ვისურვებდი ყველა ჩვენგვას და ჩვენ მთავრობას რომ ამ ზაკრულ გეგმებს ასე ვთქვათ შევხვდეთ ცოტა მედგრად და მოუხმოთ ცოტა გონიერება და ხელი არ შევწყოთ ამ გეგმების განხორციელებას. მადლობა.